დავსვათ ერთი ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი. ადამიანი ზოგადად არ არსებობს ეპოქა, არ არსებობს დროითის სივრცე ისტორიაში, სადაც ადამიანი არსებობს ფუნდამენტალურად მნიშვნელოვან კითხვებს და იმდენად, რამდენადაც ადამიანი სვავს კითხვებს, ადამიანთან დაკავშირებით ცხადია ვიცით, რომ ის არის მოაზროვნე არსება, ის აზროვნებს, ეძებს რაღაცას. აზროვნება არ ნიშნავს მარტო იმას, რომ მარტივად ორნიშნა თუ სამნიშნა რიცხვების გამრავლება შეგეძლოს ერთმანეთზე, ეს რაღაც სხვა ნიჭია. აზროვნება რაღაც სხვა სივრცეს, სხვა რეალობას უკავშირდება, როდესაც ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი კითხვები ისმის და ამ კითხვებზე პასუხის ძიება იწყება. აი ეს პროცესია ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაც აზრით ჩვენი შეხვედრები სწორედ ამ პროცესს დაუკავშირდება. რატო ვამბობ ახლა ამას მე? იმდენად, რამდენადაც ადამიანი მოაზროვნე არსებაა და იმდენად, რამდენადაც ადამიანი ფუნდამენტალურად მნიშვნელოვან კითხვებს სვავს და ამ კითხვებზე პასუხს ეძებს. ჩვენ გვაქვს ასეთი საოცარი მოცემულობა, რომ ადამიანს მარტო მოაზროვნე არსებას კი არ უწოდებს, ადამიანს უწოდებს რელიგიურ არსებასაც. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ადამიანი არის რელიგიური არსება. რატო? თემური პრაქტიკულად ამ კითხვაზე პასუხი გაგვცა. სულის მქონე არსებაა და იმიტომ. რთული შედგენილობისაა და იმიტომ. მასში არის რაღაცა ისეთი ფუნდამენტალურად განმასხვავებელი მისი ყველა სხვა რამისაგან, მთელი სამყაროსაგან, რომ მას აღჭურვავს აი ამ მნიშვნელოვანი შემადგენელიც რელიგიური არსება. შემდგომ ბატონ თემურს ექნება საუბარი, მე თავისთავად ცხადია მას წინ არ გაუსწრებ, მაგრამ ისეთი დიდი დაცილება რელიგიური აზრისაგან, როგორც არის ათეიზმი, ათეიზმას ვერ მოახერხა ჩამოყალიბებული იყო ცალკე ათეიზმას, რელიგიის სუროგატად იქცა ისიც. ვერ გაძლო, ვერ შეძლო სხვანაირად მანაც. ამიტომაც, როდესაც საუბრობთ ადამიანზე და სანამ გავცემდეთ ჩვენ ჩემს სათაურს კითხვას, ეს არის ღვთისმსგავსებისაგან მოწოდებული ხატი ღვთისა, მანამ უნდა ვთქვათ, რომ ის რელიგიური არსებაა, არა მარტო მოაზროვნე, არამედ რელიგიური არსება. აი ახლა მორს თუ შევაერთებ ჩვენ ერთმანეთთან, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი რელიგიურად მოაზროვნე არსებაა. შეიძლება ის ფილოსოფიაზე მსჯელობდეს, შეიძლება ფსიქოლოგიაზე მსჯელობდეს, მაგრამ მისი მსჯელობა სხვანაირად ვთქვათ, შეხედულებათა სპექტრი, ღირებულებათა სისტემა მთლიანად ეყრდნობა მის რელიგიურ შეხედულებებს. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით ამას და მე შევეცდები ძალიან არგუმენტირებულად და დოკუმენტურად გადმოგცეთ ეს ყველაფერი, ვიტყვით და ვნახავთ, რომ როგორი რელიგიაც აქვს ადამიანს, აი ესე აზროვნებს და პირიქით, როგორი აზროვნებაც აქვს, ჩვენ შეგვიძლია ის ამ რელიგიის, ამა თუ იმ რელიგიის კუთვნილებად მივიჩინოთ. აი თემური ძალიან კარგ კონტექსტში ახსენა სიტყვა წარმართობა. სიტყვა წარმართობა, როდესაც მაცხოვარი ამ ქვეყნად მოღვაწეობს, მაცხოვრის ამ ქვეყნად მოღვაწეობა იმდენად კეთთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ მიმართული არ არის, რამდენადაც ჭეშმარიტი ღმერთის გახსენების აუცილებლობისაკენ მიმართული. მაშინ ისრაელს მართალია რომის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო და ელინურ სამყაროს თავისი ღვთაებები, ქანდაკებების სახით წარმოდგენილი ჰქონდა, მაგრამ ისრაელს როგორც ძველი აღთქმის ეკლესიას კერპი არ გაარჩნია. ასეთ რამე არ არსებობს. მეორე ტაძრის ეპოქა ამით სხვაობს, მაგრამ ვერ იპოვა საერთო ღმერთი. ვერ იპოვა საერთო კი არა, მოვიდა და მოკლა ღმერთი. ჩვენ ამ დეტალებზე რატომ და როგორ ამაზე თავისთავად ცხადია თავის დროზე ვისაუბრებთ. რატომ? იმიტომ რომ მისი აზროვნება მიუხედავად იმისა, ტაძრისკენ იყო მიმართული, მიუხედავად იმისა, სატაძრო იყო, მიუხედავად ამისა, ვერ იცნო. მართებულად მაინც ვერ იაზროვნა. ამიტომაც, როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, საუბრობთ რელიგიურად მოაზროვნე ადამიანზე და შესაბამისად ჩვენ ვსვამთ კითხვას. როგორია ის რელიგია, რა არის ეს რელიგია, რომელმაც უნდა განსაზღვროს ადამიანის აზროვნება, სხვაგვარად ვთქვათ, ღირებულებითი სისტემა. ხა სხვადასხვა რელიგია არსებობს, ამის შესახებ ბატონ თემური დაგელაპარაკება, ჩემი კომპეტენცია უშუალოდ ვისაუბრო იმ რელიგიაზე, რომლის წყარო თავად ღმერთია და რომლის შესახებაც ბიბლია გვესაუბრება. ანუ მოტივი ბიბლიური ფასეულობების თქვენს წინაშე წარმოდგენისა გახლავთ სწორედ ეს. რა? განსაზღვროთ რა გითხრა ღმერთმა. აი ძალიან მნიშვნელოვანია. ურთიერთობა ჩვენ ამას მე შევეხები თავისთავად ცხადია შეხვედრაზე შევეხებით. ურთიერთობა, რომელსაც ღმერთი ამყარებს ადამიანთან. ეს არ არის ურთიერთობა, რომელსაც ადამიანი სთავაზობს ღმერთს. ეს არის ურთიერთობა, რომელიც ღმერთი სთავაზობს ადამიანს. ძალიან ხოთ ამას მიაქციოთ ყურადღება. საწყისი არის არა ადამიანში, არამედ საწყისი არის ღმერთში.
რელიგიის ფუძემდებელში ადამიანში გრძელდება. ცოდვის ჩვენ მესამე ლექციაზე ვისაუბრებთ ცოდვის თემური კი თავისი კუთხით რა თქვა, მაგრამ აი ბიბლიური კუთხით და ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითით მესამე ლექციაზე წარმოგიდგენთ თქვენ ცოდვის ძალიან მნიშვნელოვან შემადგენელს და აღმოვაჩენთ რომ ცოდვა არის სხვა არაფერი თუ არა აი ამ შემოთავაზების ალტერნატიული გზების ძიება, რაღაცა სხვა რელიგიის შექმნის ცდელობა, სხვანაირად აზროვნების დაწყების ცდელობა. ამაში იწყება ადამიანის ტრაგედია. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთის მსგავსობაზე, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, ვინ არის ეს ღმერთი, ვისკენ არის ეს მსგავსება მიმართული, რას ნიშნავს საერთოდ მსგავსება და ადამიანი რა შუაშია, როგორც მოაზროვნე არსება, რა შუაშია აი ამ ყველაფერში. ახლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ასევე თავთავშივე უნდა ითქვას, გახლავთ ის მეგობრებო, რომ ყველა რელიგიას აქვს რაღაც რელიგიური დოქტრინა, რაღაცა რელიგიური დებულება, რაღაცა ამბავი, რომელსაც თავის მიმდევრებს მიაწვდის და მისი მიმდევარი ამას აპრიორი უპირობოდ იღებს თავის თავაცხადი. და აქ არაფერია განსაკუთრებული და ქრისტიანობაც რაღაცა ვერ იქნება გამონაკლისი ამ შემთხვევაში. მაგრამ ყველა რელიგიაში ჩვენ მაინც ვხედავთ ღმერთის მიერ ნათქვამის სიტყვების უალტერნატივოდ მიღების ცდელობას იმდენად, რამდენადაც ის ღმერთმა თქვა. მორჩა და გათავდა აქ სხვა შემადგენელი, სხვა რელიგიას არ ჭირდება, სხვა რელიგიის მიმდევარს არ ჭირდება აზროვნების იმ ფორმას, ღირებულება და იმ სისტემას, რომელიც ამ რელიგიებს ეფუძნება, სხვა შემადგენელი არ ჭირდება. ღმერთის ავტორიტეტით არის ეს განსაზღვრული. აი ქრისტიანობაში ცოტა სხვანაირია. ამ ავტორიტეტს რაღაცა იმატება კიდე. კანა ეს ომის ავტორიტეტი არ არის, ესეც არის თავის თავაცხადი, რაღაცა იმატება. რა არის ეს რაღაცა? ეს არის ისტორიულად დამტკიცებული, რომ ეს გარდამოცემით კი არ ვიცი რომ ეხმერთვა მითხარა, თვითონ მოვიდა და თვითონ მითხარა. ეს ასეთ რელიგიას არ აქვს. სხვაგვარად რო ვთქვათ, ღირებულებათა სისტემა, რომელიც გარკვეულ რელიგიას უნდა ეფუძნებოდეს, ამით სხვაობს ქრისტიანობაზე დაფუძნებული ღირებულებათა სისტემა, რაღაცა ერთით მეტია, რაღაცით მნიშვნელოვანია, რაღაცით პრიორიტეტულია. მარტო რელიგიური ფაქტორებით კი არ არის განსაზღვრული მისი დებულებები, არა, თვითონ მოვიდა, თვითონ გადაიტანა ეს, თვითონ იცხოვრა ასე, თვითონ გვანახა ეს. სხვაგვარად რო ვთქვათ, აქ არ არის თეორია. აქ საუბარი იწყება უშუალო პრაქტიკით, იმიტომ რომ აი დისკუსიის პერიოდში ჩვენთან ითქვა, რამდენად შესაძლებელია, რამდენად ვფიქრობთ სულზე, რამდენად მიგვაჩნია ეს პრიორიტეტულად და ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში რამდენად სულის არსებობისა და უკვდავების დეტალს ვითვალისწინებთ. და თუ დავფიქრდები, ცოტა ძნელია ნამდვილად, ხო, მით უმეტეს დღევანდელ დღეს, ხო? მაგრამ ქრისტიანობა გეუბნება ძნელი კი არ არის. სუბუქიც არის, იორიც არის, ტკბილიც არის, შესაძლებელიც არის. ყველაფერი ეს არ არის უტოპია, ყველაფერი არის აბსოლუტურად რეალიზებადი. ჩვენ დროთა განმავლობაში ამას თავის თავაცხადია ვნახავთ. თავის თავაცხადია ძალისხმევა უნდა ამას, მაგრამ ეს არ არის რაღაცა ესეთი უტოპიური განცხადება, რომ აი როგორ შეიძლება სულ ადამიანმა სულზე იფიქროს. შეიძლება, თავისუფლად შეიძლება. აი მაგალითად ნათლისმცემელთან მივლენ ჯარისკაცები და ეუბნებიან, აგავაკეთოთ ნათლისმცემელი, არა რომ ჩამოხდეთ იმ ცხენებიდან და დარჩით ჩემთან აქ მესიაზე უნდა გელაპარაკოთ. რას ეუბნება კაცო? იმყოფინეთო ის ხელფასი, რომელსაც გაძლევენო და სხვა ადაჩემფროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი, ღირებულებათა სისტემა, რომელსაც ქრისტიანობა გვთავაზობს. ეს არის რაღაცა ისეთი უნივერსალური, რომელიც შეიძლება მივიდეს ჯარისკაცთან, შეიძლება მივიდეს ფილოსოფოსთან, შეიძლება მივიდეს რელიგიურ ადეპტთან, შეიძლება ყველასთან შეიძლება მივიდეს. ეს არ არის რაღაცა გამორჩეული ერთი წლის კუთვნილება. მეორე ძალიან საინტერესო დეტალი, რომელსაც ჩვენ თავიდანვე უნდა შევეხოთ, მეგობრებო, გახლავთ ის, რომ იმდენად, რამდენადაც ის რელიგია, რომელ რელიგიასაც ჩვენ ქრისტიანობას უწოდებთ. სხვაგვარად რო ვთქვათ, ის ღირებულებათა სისტემა, რომელიც აი ამ რელიგიას ქრისტიანობას ეფუძნება, გვამცნო თავად ღმერთმა, არა ვინმე ბრძენმა ადამიანმა. და დაარქვა მას, სიტყვაზე ვთქვათ, ღმერთის ავტორიტეტის აღჭურვა ის. არა ვთქვათ, ძალიან განათლებული, ძალიან ბრძელი, ღრმად მოაზრული ადამიანების ჯგუფმა, არა, არცერთმა. თვითონ ღმერთმა თქვა ეს. თვითონ ღმერთმა გითხრა ეს. რადგან წყარო თავად ღმერთია, ამ რელიგიას გააჩნია ამ რელიგიის, ასე ვთქვათ, საფუძველში დევს ერთი ასეთი პრინციპი, უცვალებლობა. სხვაგვარად რო ვთქვათ, ახლა მე რელიგიურ კონტექსტში არ მინდა გადავიტანო, ჩვენ რატაც ზუსტად ვხვდებით, იმ კონტექსტში მინდა მოგახსენოთ. სხვაგვარად რო ვთქვათ, ღირებულებათა სისტემა, აზროვნების ფორმა, ფასეულობები, რომელიც ქრისტიანულ რელიგიას ეყრდნობა, ცვალებადობას ვერ დაექვემდებარება. სხვაგვარად რო ვთქვათ, ჩვენ რაღაცა ისეთზე უნდა ვისაუბროთ,
რომელიც არის მდგრადი. მთელი პრობლემა საზოგადოებისა ცოტა უსწრება ხამოვლენას ბუდიზმის გიხდით, მაგრამ უბრალოდ რაღაცა ერთი სიტყვით მითაკითხათ. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვნახავთ, რომ ჩვენი საზოგადოების მთელი პრობლემა გახლავთ სწორედ ის, რომ ისაც მდგრადი უნდა იყოს, ან საერთოდად არის, ან ირყევა. აი, აბოთფილელის ავტორი, ამას მისტირის აბოთფილელის ავტორი ამას ხას უსვავს. ასეთები გავხდითო ჩვენ. რატომ მაშინ გარდა მარტო აბო იყო ასეთი დიდი მოღვაწე არა აბოსნაირები ბევრი შეიძლება ყოფილიყო მაგრამ იმ დროინდელი ავტორისთვის არაბი აბოა ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ღირებულებითა და ასე შერყეული ქართული ერთობისათვის არაბი აბოს მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანი ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უბრალოდ ჩემს ნაწილში როდესაც ჩვენ ბიბლიურ ფასეულობებზე ვისაუბრებთ არა იმაზე რა მოხდა ადამთან, რა მოხდა აბელთან, რა მოხდა დავითთან, რა მოხდა სოლომონთან, რა მოხდა იესოს დროინდელ ისრაელში. ეს ყველაფერი ეს გვჭირდება რაღაცა სხვა რამისთვის გავიგოთ რა არის ის რაც უცვალებელია, რაც მდგრადია, რაც მყარია, რაც არ ექვემდებარება არანაირ ცვალებადობას. სხვაგვარად ვთქვათ, რაც მიუღებელია ღირებულებათა იმ სისტემისათვის, რომელიც ქრისტიანობას ეფუძნებოდა. მიუღებელი იყო მე-3 საუკუნეში, მიუღებელი იყო მე-5-ში, მე-7-ში, ის მიუღებელი იქნება 21-შიც და თუ ამ სამყარო მიასება, მიუღებელი იქნება 77 საუკუნეშიც. არ შეიცვლება. აი ცვალებადი სამყაროს, აი ქრისტიანობის მთელი ქრისტიანული აზროვნების მთელი სიღრმე, მთელი საიდუმლოებრიობა ამაშია. ჩვენ მერე ვიტყვით, რომ ქრისტე როდესაც მოვიდა, სხვა დრო შემოიტანა, სხვა სივრცე შემოიტანა. შემოიტანა არა სამყაროში, არამედ ადამიანებში, ჩვენში შემოიტანა ეს ყველაფერი. რაღაცა დაგვიბრუნა, რაღაცა აღადგინა ჩვენში, ის რაღაცაზეც უნდა ვისაუბროთ. რა არის ეს? ეს არის ამ ცვალებად სამყაროში რაღაცა მტკიცე, მდგრადი უცვალებელი. ღირებულებათა სისტემა, ფასეულობები, აზროვნების სასწავლო. ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო იმის გააზრება, რომ რასაც ღმერთი იძლევა ეს თემური კითხვა თავის ნაწილში მე მინდა გავიმეორო. რასაც ღმერთი ეუბნება ადამიანს, ეს ყველაფერი არის ადამიანისათვის. რატომ აი სამყაროს შექმნის კონტექსტს დავაკვირდებით. ყველა რელიგია გვეუბნა, ყველა რელიგია ცოტა შორს წავედი, ცოტა ყველა რელიგია ასე არ არის, მაგრამ ზოგადად შეხედულებები სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით მაინც თავის თავში ან ღმერთის უსრულებას, ან ღმერთის საჭიროებებს წარმოადგენენ. მაგალითად, წარმართული რელიგიებში ეს ეგვიპტური იქნება, შუამდინარული იქნება თუ ასე შემდგომ, ღმერთები ქმნიან სამყაროს, იმიტომ რომ რაღაცის გაკეთება უნდათ, მე დაეზარება და ადამიანში ქმნიან, ახლა ამან აკეთოს. ან და რაღაცა იძულების ქვეშ არიან და რაღაცა ინტერესი აქვთ. და ასე შემდგომ არის ემანაციის თეორია, არის პლატონის ასე ვთქვათ, მატერიისაგან სამყაროს. სხვადასხვა თეორიებია. რატო ამბობ ამას? აი ამ თეორიას როცა მისდევს ადამიანი, აზროვნებაც ასე უყალიბდება, როგორც ხედავს თავის ღმერთს, ისე აზროვნებს, რატომ რომ ღმერთი საზონია მისთვის, განსაკუთრებით რელიგიური ეპოქისათვის. აი, როდესაც ქრისტიანობა იწყებს საუბარს ღმერთთან დაკავშირებით, ჩვენ ორ ფუნდამენტალურ ღირებულებას გვაცნობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას თავიდან უნდა გავიცნოთ, რომ ჩვენ შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ქრისტიანობაში ღმერთის სამყაროს საჭიროების მიღმა რო უნდა იმიტომ ქნის, რო ჭირდება იმიტომ კი არა, რომ უნდა იმიტომ. ნებელობითი აქტია. საჭიროებას არ ექვემდებარება. სხვაგვარად რო ვთქვათ, შესაძლებელია ღმერთმა არ შექმნა სამყაროს, ცოტა კაზუისტიკა კი არა, მაგრამ ამ კონტექსტში რო ვთქვათ, ხო? ღმერთმა რო სამყარო შექმნა, ამით მას არაფერი შეემატა, ღმერთმა რო სამყარო არ შეექმნა, მას არაფერი არ დააკლდებოდა. თვითონ ტერმინი ღმერთი ამას გულისხმობს, ღმერთი არის ყოვლადკმარი. თუ ღმერთს რაღაცა შეემატება, ან დააკლდება, რაღაცა მოუნდება, ან დაავიწყდება, ის ღმერთი აღარ. ჩვენ როდესაც თავიდანვე ვეხებით, რომ ღმერთი ქმნის სამყაროს, თუ ადამიანზე უნდა გადავიდეთ ახლა. ღმერთი ქმნის სამყაროს, ან სამყაროში ადამიანს. ჩვენ აქ ვერ ვისაუბრებთ ვერანაირად საჭიროებაზე. უნდა ვისაუბროთ ხოლმე იმაზე, უნდა თვითუფლებრივად ქმნის ამას. უნდა და აკეთებს. სხვაგვარად რო ვთქვათ, პირველივე აი მოსე წინასწარმეტყველი, როდესაც წერს სულ 2 მაბატიეთ 3 თავით არის დაკავებული მოსე, როდესაც საუბრობს სამყაროს შექმნაზე, ადამიანის სამყაროს 4-ში არსებობაზე და მის 4-ზე გამდენაზე. მეც არ საუბრობს. სალაპარაკოს მეტი რა არის, მაგრამ მოსე არ საუბრობს. რაღაც აზეს მოსე ვალდებულიც იყო ეს დაეწერა, იმიტომ რომ იმდენი რამე აქვს საწერი მას, ამისთვის დიდ დროს არ კარგავს. რატომ? იმიტომ რომ ძველი აღთქმის ეკლესიას, ანუ იმ წიაღს, რომელსაც გამოცხადებითი ჭეშმარიტება აქვს მიცემული ქრისტესგან კაცებამდე, ნატურ ფილოსოფიურია, ანუ რელიგიური შეხედულებები სამყაროს წარმოქმნასთან დაკავშირებით და გვართან დაკავშირებით წარმართებიდან არ უნდა გადმოეღო. სხვაგვარად რო ვთქვათ, ღმერთი უნდა გაიცნოს ისეთი, როგორიც არის.
და რა ისეთი როგორც ამას ადამიანის გონება გამოძერწავს, ამიტომაც თავიდან ისრაელიანი შემდგომ ქრისტიანულ სკოლებში შემოვიდა იგივე ხედვა. თავიდან მორწმუნე ღმერთი იცნობს როგორც თავისუფალ არსებას. თავისუფალ არსებას. რატომ იმიტომ რომ უნდა გადავიდეთ ახლა მსგავსების სინაზე და ვის უნდა ემსგავსოს, ვინ არის ის ღმერთი, რომელიც ქმნის ამ სამყაროს, ანუ რა არის ის რელიგია, რომელსაც ეს ღმერთი გვაძლევს და შემდგომ გავცემთ კითხვაზე პასუხს, რა არის ის ღირებულებათა სისტემა, რომელიც ამ რელიგიას აფუძნებს. თავისუფალია ღმერთი, საჭიროებების მიღმა დგას ეს ღმერთი. რადგან სიტყვა ღმერთი ვახსენეთ, იქვე აუცილებლად გულისხმობთ, რომ ღმერთი არის ყოვლის მცოდნე. აუცილებლად ყოვლის მცოდნე. მან რაღაცა თუ არ იცის, მე თემურის ექნება საუბარი ამ თემაზე არ გაუცლება კაცին, მან დამე თუ არ იცის, უბრალოდ ის ღმერთი აღარ გამოდის. გამოვიდა რომ ღმერთი რო სამყაროს ქმნის, წმინდა წინ იცის. აი ეს ახლა რო შექმნეს ამ ადამიანს, ეს ადამიანი რას გააკეთებს და მე მას თვითონ რას გაუკეთებს. წმინდა წინ იცის ეს. რომ მოვა დაამცირებს, აფურთხებს და ბოლოს ყველაზე სამარცხვინო სიკვდილით მოაკვდინებს. იცის იმდაც. დაახლოებით როგორი ანალოგია იცით, რომ ახლა მე მითხავს ვინმე, რომ აი გარეთ რო გახვალ, ხო დაგვდება კაცი, რომელსაც შენ ძალიან მაგარი ცემა უნდა. და მე რო გავიდე ეს კაცი გულში რო ჩავიხუტო და რო უთხრა რომ მოდი რა შენ ჩემი ძმა იყავი და ისე რო არ გავიდე რა ქვია, რისხანები თუ არ გავიდე. რაღაცა უნდა შეიცვალოს, რაღაცა მოხდეს შემში. წმინდა წინის ეს ღმერთთანაც მოხდება, მაგრამ მაინც ქმნის. ეს არ აბკოლებს, ეს არ აკავებს მას. აი ესეთი ძალიან დიდი მამა იყო, ძალიან საინტერესო მსჯელობას გავთავაზობთ, ეს პირდაპირ არ უნდა მივიღოთ, აი უბრალოდ როგორც აი რაღაცა ესეთი სასაუბრო თემა, თუ ეს სწავლების სახით არ უნდა მივიღოთ. როდესაც სამყარო იქნებოდაო, მამა ეუბნება ძეს, შენ მოგიწევს აი ამის გულისთვის სიკვდილი და ძე თანხდება შესაქმეზე და სული წმინდაში ხორციელდება ეს შესაქმე. ღმერთი თავიდანვე ემზადება სიკვდილისათვის. რა შემთხვევაში შეიძლება თავისუფალი არსება, რომელიც საჭიროების ქვეშ დგას, საჭიროებით არ ქმნის სამყაროს, ნებითი უნდა დააკეთებს. გააკეთოს ის, რაც შემდგომ მის მარადიულ ძეს ასე ტანჯვას მოუტანს, ძე ამაზე თანხდება და სული წმინდაში ეს რეალიზებული იქნება. რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს? უნდა უყვარდეს. ის, რომელიც მას სასიკვდილოდ გაიმეტებს, წმინდა წინ უნდა უყვარდეს. ჩვენ მე შევეხებით ამ თემას. ამიტომაც ის ორი ფუნდამენტალური ღირებულება, რომელსაც ეფუძნება ღირებულებათა სისტემა, ქრისტიანულ რელიგიაზე დაფუძნებული ღირებულებათა სისტემა, აი ამ ფუნდამენტალურ ფასეულობაზე დგას, ეს არის თავისუფლება და სიყვარული. ჩვენ მე შემდეგ იმაზე, შემდეგ შეხვედრაზე დღეს ეს არ მოხერხდება გამორიცხულია, საოცარ რამეს დავასკვნით, ყოველ შემთხვევაში მე შემოგთავაზებთ ამ არგუმენტს, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია უყვარდეს. და სიყვარული მხოლოდ თავისუფალი ადამიანისათვის შეიძლება გახდეს შესაძლებელი. ორივე ერთი და იგივე რამეს ნიშნავს. ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. და ცოტა მოგვიანებით ჩვენ ლექციებზე ვიტყვით ამას, რომ პრობლემა გვაქვს ამ ორი რამის სწორედ. არც გვიყვარს და არც თავისუფლები ვართ. ზოგადად მე ჩვენ ვიტყვით, რომ ცოდვა ქმნის სამ ძირითად ილუზიას. ილუზიას თავისუფლებაზე, ილუზიას გრძნობებზე და ილუზიას გონებრივ ილუზიებს. სამ ძირითად ილუზიას ქმნის. აი ამ ილუზიაში გახვეული ადამიანი, ამ ილუზიაში გახვეული საზოგადოება ვერასდროს ვერ იქნება ორიენტირებული წარმატებისაკენ. მას შეიძლება ჰქონდეს პრეტენზიები, მაგრამ აქეთკენ სვლას ვერასდროს ვერ მოახერხებს. რატო? იმიტომ რომ ის გამოცხადებითი ჭეშმარიტება, რომლის შესახებაც დღეს ჩვენ საუბარი დავიწყეთ, ქმნის ადამიანს თავისუფლებაში, სიყვარულში და ქმნის ადამიანს თავის ხატად და აძლევს მას დავალებას გახდეს მისი მსგავსი. სხვაგვარად რო ვთქვათ, მეგობრებო, როდესაც შესაქმის აქტს ვეცნობით, ბიბლიურ შესაქმის აქტს ვეცნობით, აქ გავეცნობით არა მარტო ღმერთს, არამედ ვეცნობით ადამიანს, როგორი უნდა იყოს ის, ანუ პროექტს, საღვთო პროექტს, როგორი უნდა იყოს ადამიანი. ჩვენ თავისთავად ცხადია ამ თემაზე ხშირად არ ვისაუბროთ, მე უნდა გავაგრძელოთ საუბარი როგორი გახდა ადამიანი და როგორი არის ადამიანი. თავისთავად ცხადია, მაგრამ დღეს ამ ჩემ პირველ ლექციაზე ეს მინდა, ამას მინდა სწორედ ყურადღება მივაქციო. ღირებულებათა სისტემა, რომელიც გამოცხადებით ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული და ის ამ პროექტში როგორ შეიძლება იყოს ასახული, როგორ ვერ აისახება და რა მოხდება ამის შესახებ შემდგომ ვილაპარაკებთ. ამიტომაც თავიდანვე შესაქმისეულ თხრობაში ჩვენ ვეცნობით ღმერთს და ვეცნობით მოდი ესე ვთქვათ, იმ ადამიანს, რომელი ადამიანი სამოთხეშია, ნამდვილ ადამიანს, რომელი ადამიანი საღვთო პროექტშია.
წმინდა წერილი გვეუბნება საოცარ რაღაცას, რომ შემოქმედების პროცესი მიმდინარეობს ასე, მიმდინარეობს ღმერთი ქმნის ჯერ ნუ რაღაცა ცადა მიწა, ნუ რაღაცები შეიქმნა იქ და აი ყოველი შემოქმედების შემდგომ ნათქვამია, რომ აი ღმერთმა თქვა და იქნა და რაც შექმნა ღმერთი აძლევს თვითონ აძლევს ამას შეფასებას, რომ ეს კარგია. რა მოხდება მეგობრებო დააკვირდით, ღმერთმა არ თქვას, რომ ეს კარგია, ადამიანმა თქვას, რომ კარგია. რატო ამბობს ღმერთი, რომ კარგია? რატო ასწრებს ღმერთი ადამიანს, რომ კარგია? შეიძლება ეს თვითონ ადამიანმა თქვას. აი აქ კიდევ ჩნდება ერთი ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი რამ. ღმერთი რო ამბობს კარგია, აი ისი კარგი თუ არ მიიღო ადამიანმა, ადამიანი გაუბედურდება. საზომია სიკარგის, სიკეთის, საზომია მართებულობის. ღმერთი თავიდანვე ამბობს რა არის კარგი, იმისათვის რომ აი ასეთ რაღაცას არასდროს გაგჩენიათ კითხვა, რატო დასვა პირდაპირ ღმერთმა ადამი ედემის ბაღში. ხო შეიძლება და 60-ის მიღმა დაესვა და ეთქვა, რომ აი ასე და ასე თუ იცხოვრებ, შეყო 60-ში. არა, პირდაპირ 60-ში იწყებს ცხოვრებას. არანაირი ღვაწლი არ აქვს ადამიანს. არანაირი ის არ აქვს ადამიანს რაღაცა ისტორიული სულა იმისათვის, რომ 60-მდე მისულიყო, ასეთ რამე არ არსებობს. რატო? იმიტომ რომ ადამიანს თავიდანვე მიეცა რა არის კარგი და რა არის ცუდი, ეს თუ არ მიეცემ ადამიანს ეს არის ცუდინება. თავიდანვე უნდა მიეცეს საზომი. ჩვენი პრობლემა კიდევ ცოტა წინ გავუსწრებ. უბრალოდ ამაზე მე ვისაუბრებთ. საზოგადოებრივი პრობლემა ამაზე დაღა, იმიტომაც ვერ ვართ თავისუფლები, იმიტომაც არ გვაქვს ეყვალის უნარი, რომ საზომი გვაქვს დაკარგული. სხვადასხვანაირად ვწუხობთ. ხა წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა. აი ამ კედლიდან ამ კედლამდე ნუ რა ვიცი, თვალის ზომა არის გომია, სიტყვაზე ვთქვათ, არის არ ვიცი 5 მეტრი, ხო? სიტყვაზე ვთქვათ. ხო? და იქ თემური მეუბნება, რომ ამ კედლიდან ამ კედლამდე 5 მეტრია, მე მეუბნები არა 17 კილომეტრი. რატომ მეც გავზომე და იმანაც გავზომე, არც ერთი არ ვიტყუებით. ორივე გამზომდა, ერთისთვის 5 მეტრია, მეორეს 17 კილომეტრი. რატო? ეს კედლები ხوار დაცილება, ვიცი. სხვადასხვა სახაზავით გავზომეთ. თემური სხვანაირად ზომავდა, მე სხვანაირად ზომავდი. როდის უნდა მოხდეს ეს შეთანხმება? სახასავი საზომი უნდა ავირჩიოთ. ერთი საზომით უნდა გავზომოთ ორივე. მაგრამ აქ დგება კითხვა, რომელია მართებული საზომი, ის მართებულად რომელი ზომავს ამ სივრცეს? აი ამაზეა საფიქრალი სწორედ. ის რაც სულს უხდება რა არის, რასაც მეუბნებიან, თუ რასაც გამოცხადებით ჭეშმარიტებაში ვხედავ. კი ეს ცოტა რთულია. თავდაბლობა ჭირდება, შრომა ჭირდება, სხვისთვის ცხოვრება ჭირდება, ამაზე შემდეგ ლექციაზე ვისაუბრებთ. მაგრამ მართალია და რა მინდა ახლა სიძნელე და სიმართლე თუ სიმარტივე და ილუზიაში ყოფნა. არჩევანი კეთდება ილუზიაზე, არჩევანი კეთდება სიმარტივეზე, ამას თავაზობს თანამედროვე მდგომარეობა. აი, როდესაც ღმერთი ქმნის, ღმერთი თავიდან მეუბნება ადამიანს, კარგი ეს არის. აი, მას უარ შეჭამ, კარგი ის იქნება, აი, ამას უარ შეჭამ, კარგი ეს იქნება. თავიდან მიიღებს ადამიანს საზომებს. მე ვიტყვი ჩვენ, ადამიანის ტრაგედია იწყება არა იმიტომ, რომ ღმერთს დაუპირისპირდა. ღმერთს დაუპირისპირდა, ეს არის რეზიუმე შედეგი. ადამიანის პრობლემა იწყება მაშინ, რომ საზომ შესვლის, სხვანაირად გაზომავს. აი, თემური ხეს სხვანაირად შეხედავს. სხვაგვარად რო ვთქვათ, მეგობრებო, ყველაფერს ასაც ღმერთი ქმნის კარგია. მაგრამ აი ადამიანის შექმნის წინ კეთდება პაუზა. მე საერთოდ ჩემს სტუდენტებს ვეუბნები და ისე ვინმე თუ მასისავთ ხო დაინტერესებს ბიბლიის კითხვით, რასაც ახლა კითხეთ, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ბიბლია იკითხეთ პაუზებით. აუცილებლად. ბიბლიაში არის ბევრი პაუზა. და როდესაც აი მნიშვნელოვან პაუზას მიადგები, თვითონ ბიბლია განახოთ ამას. რაღაცა საოცრად, რაღაც მნიშვნელოვანი იწყება, რაღაცა კოლოსალური მნიშვნელობის, რაღაცა ფაქტი ხდება, რაღაცა აი მე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ყველაზე დიდი პაუზა როდესაც გაკეთდა კაცობრიობის ისტორიაში და ხარების დღესასწაულზე ვისაუბრეთ, როდესაც გაბრიელი როდება რა სიტყვის მამია. ეს პაუზამ გააყრუა ჯოჯოხეთი და შედგა მიხილა და იყო ეს სიხური, ამას ცოტა მოგვიანებით ვისაუბრეთ. აი ესეთი პირველი პაუზა ხდება ჩვენ სწორედ ადამიანის შექმნის წინ. ღმერთი ამბობს, ქმნეთ კაცი ხატებისებრ ჩვენისა და მსგავსების. სხვაგვარად რო ვთქვათ, რაღაცა განსაკუთრებული უნდა შეიქმნას. რაღაცა განსაკუთრებული, რაღაცა მნიშვნელოვანი. განა აქამდე ქმნილებები არ იყო კი, აქაც ახლაც შემოქმედება გრძელდება, მაგრამ რაღაცა მნიშვნელოვანი, რაღაცა მეტი. მოდი ვნახოთ აი ამ მეტობას, სანამ ბიბლიაში წავიკითხავთ, გავეცნობით რა არის ეს ხატება და მსგავსება. რაღაცეთ ასეთ მაგალითს მივმართოთ, რომელიც ილუსტრაციისათვის ხშირად მომაქვს ხოლმე. წარმოიდგინეთ გაშლილი ველი.
პირველი და ჩალაგებული ერთსართულიანი სახლები. სულ ერთსართულიანი სახლებია ჩალაგებული. ერთი და იგივე მასალის, არქიტექტურის, ფერის, არ აღნიშნულობა. სულ და იგივე ერთსართულიანი სახლები. და გავედი და რაღაცა სიმაღლიდან უყურებ ამას, ხო? გავედი და ერთ საათში დავბრუნდი, იგივე სურათი, არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ აი სადღაც ბოლოში ერთმა სახლმა მიიქცია ჩემი ყურადღება. რატო? ერთი საათი წინ არ იყო და იმით ორსართულიანი გახდა ის სახლი. გამოეყვა ყველაფერს. სხვანაირი გახდა. ყურადღება მიაქციეთ. იქ რო ერთსართულიანი სახლი იდგა, ის დაანგრიეს და ორსართულიანი ააშენეს კი არა, ეს არ მithქვავს, არა, იმ ერთ სართულს მეორე დააშენეს. აი ეს არის ადამიანი. აი მეორეთი იწყება ადამიანი. ჩვენი ნაწილი, ჩვენი ბიოლოგიური ნაწილი სრულიად ვენათესავებით ცხოველს. ბასილი დიდი საოცარი მოაზროვნე ამბობს ასეთ რაღაცას ადამიანზე. ადამიანი ეს არის ღმერთობისათვის მოწოდებული ცხოველი. გახტობისათვის მოწოდებული ცხოველი. რამდენჯერაც მე დავთვალე, 8ჯერ იოანე ოქროპირი ადამიანს უწოდებს ცხოველს, ოდან ატებს, გონიერებს ცხოველს. ჩვენი ბიოლოგიური ნაწილი თლიანად მემსგავსებით, თლიანად მონათესავი ვართ, ნაწილი ვართ ცხოველური სამყაროზე. არაფრით არ განსხვავდებით იმ შესაქმისაგან, რომელიც ამ 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. მაგრამ როდესაც მეორე სართულზე იწყება საუბარი, აი იწყება საუბარი სწორედ რაღაცა იმ სხვა რამეზე, რის შემდეგაც ჩემი ადამიანობა იწყება. აი რაზეც თემური საუბრობდა სულთან დაკავშირებით. ეს სული მნიშვნელოვანი რატომ არის? მარტო იმიტომ კი არა, რომ გვაქვს საზრუნავია, უკვდავია. ეს ყველაფერი საინფექლო სამომავლო პერსპექტივაში გასაგებია, მაგრამ თუ ძალიან კარგად დაუკვირდებით, ამ მეორე სართულის მნიშვნელოვანია დღეს აქ და აბათლას. დღესაა მნიშვნელოვანი, მახსოვდეს რომ მე მარტო ცხოველი არა ვარ, მარტო ბიოლოგიური არსება არა ვარ, რაღაცა მეტი ვარ, მეორე სართული მაქვს. აი რაზეც უნდა ვისაუბროთ, ხატება, ღვთის ადამიანში, ამ მეორე სართულზე იკრიბება, ძალიან სიმპტომატურია, გაიხსენეთ სულიწმინდის მოსვლის დღესასწაულსაც აღნიშნავთ, ლუკა მახარებელი როცა წერს ამ ამბავს, ასეთ რაღაცას გვიყვება, რომ მოციქულები შეკრებილი იყვნენ ზემო სართულზე. დანიშნულობა აქვს ახლა მოციქულების ზემო სართულზე ისრეთ თუ ქვემო სართულზე, თავარია ლუკამ გითხრას, რომ სულიწმინდა მოვიდა და ცეცხლოვანი ენების სახლის სახით დაადგა მოციქულებს და მოციქულებმა ენებზე მეტყოლება დაიწყეს. ეს აქვს მნიშვნელოვანი ახლა, რომელ სართულზე იყვნენ და ვის რა ეცვა ამას მნიშვნელობა არა, ლუკა აკონკრეტებს, მეორე სართულზე იყვნენ. მაღლა იყვნენ. ანუ ადამიანობის იმ საფეხურზე იყვნენ, სადაც ღმერთი მოდის. სადაც სულიწმინდის მადლი მოდის, ჩვენ მე ამ მადლზე ვისაუბროთ ახლა მადლი ასე პედაპედაგოგია გაცხადებული აქვს. ძალიან ბევრი რამე ამათთან დაკავშირებით სალაპარაკო. მეორეს, აი ჩვენ როდესაც საუბრობთ ადამიანზე და ღირებულებათა სისტემის საზომში ამ სპექტრში გვინდა ადამიანის დანახვა. ჩვენ ვიწყებთ საუბარს სწორედ მეორე სართულზე, ადამიანი ვალდებულია ცხოვრობდეს მეორე სართულზე. ადამიანი ვალდებულია ამ მეორე სართულს, აი ეს მეორე სართული დალაგებული კონდეს. ეს არნიშნავს მეგობრებო, ნამდვილად იმას, რომ პირველი სართული მიუხედავი კონდეს. ანუ თავისი მატერიალური მხარე ნამდვილად არნიშნავს ამას. პირიქით ისიც დალაგებული უნდა იყოს, ისიც მოწყობილი უნდა იყოს. მაცხოვარი პირდაპირ გვეუბნება. ქორწილში ნამყოფარი მაცხოვარი პირდაპირ გვეუბნება. რომ მართულობო, ანუ სულზე როზუნაო, კეთილინება ზეთი იწყეო, დაიბანეო და ისეგადი გარეთო. და არა ცხვი ჩამოშვებული და თვალე ბრიალა ეძახეხავს, ვითომ აქ იყვია მარხვასიც. არავის არ ჭირდება შენი მარხვასიც. საზოგადოებაში გადიხარ, თავის წესი აქვს საზოგადოებაში ურთიერთობას. ამიტომაც, როდესაც საუბრობთ ადამიანზე, საუბრობთ რაღაცა ისეთზე, რომელსაც ერთ სართულზე მეტი აქვს მისახედი, მეორე სართული აქვს მისახედი. როდესაც ადამიანი ამ მეორე სართულს ანაგვიანებს, ამ მეორე სართულში, ამ სართულზე მტვერია, უბის ქსელებია და ასე შემდგომ და ასე შემდგომ, იწყება აი ამ ნაგებობაში ძალიან დიდი პრობლემა. ჩინგები იწყებენ შესვლას, 1000 ძრომიალა იწყებს შესვლას და დანაგვიანებული ეს ყველაფერი. მეგობრებო, საქმე ის არის, რომ როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ ბიბლიურ კონტექსტში წარმოდგენილ ადამიანს, ანუ გამოცხადებითი ჭეშმარიტება რაც გვეუბნება იმ ადამიანზე ვსაუბრობთ, ამ ადამიანზე ნათქვამია, რომ ის ღვთის ხატად არის შექმნილი და მსგავსად არის შექმნილი. ახლა ძველ ებრაულში და ადრეულ ქრისტიანულ ლიტერატურაში ეს ორი ტერმინი არის სრულიად სინონიმური. სრულიად არაფერი განსხვავება ამ ორ ტერმინს შორის არ არის, აბსოლუტურად.
მაგრამ მოგვიანებით სქოლასტიკის გავლენით ეს ორი ტერმინი გაიმიჯნა ერთმანეთს, ერთი გახდა ხატება, მეორე გახდა მსგავსება და ამიტომ ძალიან მოკლედ და მხოლოდ მნიშვნელოვანი ვთქვათ, რა არის ეს მეორე სართული, რა არის ეს ხატება და მსგავსება ადამიანში, რამაც ადამიანი ამ ცხოველიდან აქცია რაღაც სხვაგვარ არსებად, სხვაგვარ ცხოველად. მამათა უმრავლესობა მიუთითებს ბევრი ზოგი სხვა საწყისეც აქვს, სხვა ჩამონათვალში სხვა საწყისეც აქვს, ძალიან ბევრი იწყებს იმით, რომ ადამიანის გონიერი არსება. ანუ ხატი ღვთის არ არის, ტვიფარი ღვთის, ანუ რაღაცა ღმერთის ანალოგი, ღმერთისნაირი. ღმერთისნაირი, ხო, ისი თქმა დამავიწყდა რა არის კიდე მნიშვნელოვანი კითხვა მეგობრებო, რომ ეს მეორე სართული, რაც უნდა დანაგვიანებული იყოს, არასოდეს დაინგრა. ეს არის პიროვნულობა, ადამიანს ყოველთვის ექნება ეს ხატება, ადამიანს ყოველთვის ექნება ეს პიროვნულობა, ყოველთვის. ის ვერაზოსამ ჯოჯოხეთური ტანჯვა რა არის სინამდვილეში. სინამდვილეში არის ის, რომ რაღაცნაირად მე ამასოლა სხვა კონტექსტში გეტყვით, თაბორის დათლის კონტექსტში გეტყვით და თაბორისიდან გადმოვიხედავთ, იმ კონტექსტში ვისაუბროთ, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ ჯოჯოხეთი არის რაღაცა ისეთი სივრცე, სადაც აი ეს დანაგვიანებული ადგილი ვერ მოსმე და იტანჯებიათ. რომ სუფთა არ არის ის. ამიტომაც როდესაც ვსაუბრობთ ხატებაზე, ეს რაღაცა ისეთია, რომელსაც ადამიანი ვერასდროს ვერ მოიცილებს. ყველა ადამიანს აქვს, არ აქვს მნიშვნელობა აღწარებლობას. ღვთის ხატი ყველა ადამიანი, ღვთის ხატი ყველა ადამიანი. და პირველი, რასაც მამები აქცევენ ყურადღებას, ეს არის, რომ ადამიანი გონიერი არსება. გონიერი თემური მისაუბრა ამაზე თავის საოცრად არ ვაქცევებთ თუნდაც საუბარს. საკმაოდ კარგად იყო წარმოქმნილი. მეორე, რასაც აქცევენ ყურადღებას, იცით, არსებობს ზოგიერთი ამბობს, მე მას არ ვეთანხმები და მაქვს შენი მოსაზრება რატომაც რომ ადამიანი არის თავისუფალი, არ არის ადამიანი თავისუფალი არსება, ადამიანი არის დებელობითი არსება. თავისუფლება სხვა მოვლენაა კიდე. ადამიანი არის დებელობითი. ყველა მამა, როდესაც იწყებს საუბარს ადამიანზე, როგორც თავისუფალ არსებას, შეიძლება საუბარს ნებელობაზე და შემდგომ აგრძელებს საუბარს, რომ ამ ნებელობის მართებული რეალიზება აღმოჩნდება უკვე თავისუფლება. და არა მართებული რეალიზება მონობა. ჩვენ ამას შემდეგ შეხვედრაზე, მეორე შეხვედრაზე ძალიან დავაკონკრეტებთ და ძალიან კარგი გისახმართ ვსაუბრობთ. ადამიანის ნებელობითი არსება. მესამე, რასაც ასევე ყურადღება ექცევა ხატების კონტექსტში რა არის ხატი, ანუ ტვიფარი რა არის ღმერთის ადამიანში. გახლავთ ის, რომ ადამიანი არის მოსიყვარული არსება, მას შეუძლია სიყვარული, ინსტინქტების გარეშე სიყვარული და მე ჩვენ ვიტყვით, რომ სიყვარული არის არა ის, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ მე, არამედ სიყვარული არის ის, რასაც ყოველდღიურად ვაიძულებ მე ჩემთავს გავაკეთო. რაღაცა მეტი ვიდრე ეს ყოველდღიური რაღაცა რუტინა არა. სიყვარული ფიქსირდება მაშინ, როდესაც იძულება დგება, როდესაც საკუთარ თავზე ამაღლება დგება. ანუ მოსიყვარული არსება. უკვდავი სული აქვს ამის შესახებ საუბრა უკვე თემური. ადამიანი არის შემოქმედი, ეს ტვიფარი ღვთის ადამიანში არის, ის არის შემოქმედი არსება. ყველაზე დიდი შემოქმედება, რაც ადამიანს შეუძლია განახორციელოს მეგობრებო, ეს არის თავისი თავი შექმნას ღმერთში. თავისი თავი აღმოაჩინოს ღმერთში, თავის თავი შეიყვანოს ღმერთში, თავის თავად ხარ იმას ნახავთ მე ეს გზები როგორ არის, მაგრამ მიზანი ეს არის მისი შემოქმედება. ყველაზე დიდი შემოქმედება ეს არის. აი, როდესაც ადამიანის სახელებს არქმევს ცხოველებს, აქ როგორი მომენტია, იცით? აქ ღმერთი ეუბნება ადამიანს, შენ მე უნდა მემსგავსო, მაგრამ შენ არ შეგიძლია საგნებისა და არსებების უმყოფელობით და მყოფობაში გამოხმობა, როგორც ეს მე გავაკეთე. შენ კი მემსგავსე მე იმით, რომ სახელები გამოიხმე უმყოფელობით და მყოფობაში. ანუ ამით დაიწყე ამ შემოქმედების აი ამ მით რა ქვია აქტით დაიწყე ჩემთან მსგავსება. ადამიანის შემოქმედი არსება. ყველა ადამიანი არის შემოქმედი. ყველა ადამიანს შეუძლია თავის პროექცირება ღმერთში. და ერთი რომელიც მამებთან არ აქვს ჩვენ, მაგრამ შემდგომ რელიგიურ ფილოსოფიაში ძალიან ისეა და ის უკვე ითქვა. და მეც მინდა დავამატო ადამიანის სინდისიერი არსება. სინდისიერი არსება და ეს რო ითქვა ადამიანის სინდისუაო. შეიძლება არ არსებობს ყველა ადამიანის ხატი ღვთისა, ყველა ადამიანის დებს სინდისი. მოდ მიძინებულია ის, მიკუთარებულია, პერბეყრილია ის სინდისი და უინტერესო დადატოვება. აი ხა თუ დავაკვირდებით რა არის ხატი ღვთისა, თუ კარგად დავაკვირდებით, ჩამონათვალთ, ნახავთ რომ სქოლასტიკამ სტატიკური ელემენტები შეკრიბა ადამიანის ხატების წარმოსადგენად. აი ადამიანის უკვდავი არსება, უფრო უკვდავი ვერ გახდება. მოცემულობებია, ჩადებულია ადამიანში. ეს რა მოცემულობებია? ეს ის მოცემულობებია, მეგობრებო, კარგად დააკვირდით. აი ძალიან მნიშვნელოვანი რამე დაგეთხათ. რომელიც მევალება მე თითოეულ თქვენგანში დავინახო. მე აპრიორი თუ კი ჩემი ღირებულებათა სისტემა, ჩემი აზროვნების ვექტორი თუ კი არის ქრისტიანული, მე თითოეულ თქვენგანში უნდა ვხედავდე ღმერთს, როდის? მაშინ კი არ მისმით.
მაშინ კი არა რომ მეგობრობთ, არა, მტრები რო ვარ მაშინაც კი თქვენ შექმნას უნდა ხედავთ. დაინტერესებული რო ხართ, რაღაცა ცუდი გამიკეთოთ, მაშინაც კი თქვენში ამ ხატებას უნდა ხედავთ. მაშინაც კი თქვენ შექმნას უნდა ხედავთ. ეს არის ძალიან დიდი საიდუმლო, ჩვენ ღირებულებათა სისტემაზე ვიწყებთ მე საუბარს და ამაზე დაკმობით უნდა გავაკეთოთ ეს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი ადამიანთან ურთიერთობს როგორც ღვთის ხატი ღვთის ხატთან, თავისუფალი თავისუფალთან, მოსიყვარული მოსიყვარულესთან, შემოქმედი შემოქმედთან, სინდისიერი სინდისიერთან, უკვდავი უკვდავთან. აი სტატიკური ელემენტები რომელიც ჩადებულია ადამიანში. აი ამ ელემენტების მოვლა მოპატრონების ყვალობაზე ადამიანი უნდა გახდეს ღმერთისნაირი, მიემსგავსოს ღმერთს. ეს უკვე დინამიური ელემენტია. ამიტომ ადამიანზე ჩვენ ვერასდროს ვერ ვიტყვით, რომ გაჩერდა ის ან წარემატება, ან რეგრესია, ან პროგრესირდება, ან რეგრესირდება. გაჩერებული არ არის არასდროს. გამორიცხული ის. ადამიანის პროექტი საფრთხო პროექტი, რომლის შესახებაც საუბარი დღეს დავიწყე და შემდგომ გავაგრძელებ, გულისხმობს სწორედ ამას, ადამიანი უნდა იყოს პროგრესირებადი, ანუ ადამიანი უნდა განითოს, მიემსგავსოს ღმერთს, ძალიან ხოთ ეს ტერმინი დავიმახსოვრ, ძალიან ხშირად დაგვჭირდება. მიემსგავსოს ღმერთს, ღმერთისნაირი გახდეს. ნახეთ რა საინტერესო? ძალიან მნიშვნელოვანი. როდი შეიძლება გახდეს ადამიანი ღმერთისნაირი? ღმერთი ეუბნება ისეც იყავი შენ წმინდა როგორც წმინდაც ვარ მე მაცხოვარი გაიმეოროს იყავი თქვენ სულითაც მამაი თქვენ ზესათა სული მამასავის სული როდი შეიძლება გავხდე მე ღმერთი ვიცმინდა როდი შეიძლება გავხდე მე პასუხი არის მარტივი ვერასდროს თუ მე ღმერთი ამოუწოდე ღმერთი არ ყოფილა აბა რა არის ეს უტოპია აბა რა არის ეს რაღაცა ისეთი რასაც ადამიანი მაინც ვერ მიაღწევს უბრუნდები წარმართული ღმერთების გაცნობა სადაც ღმერთები უბრალოდ იძულებული არიან რამე გააკეთონ ან ადამიანის შექმნან, იმიტომ რომ შორიდან ნაწვავ უნდა გაერთონ. არა. აი მაშინ ეს დინამიკა. დაუსრულებლად მიდიხარ ბედნიერებისაკენ, დაუსრულებლად სიხარულისაკენ, ან დაუსრულებლად ჩორდები მას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. დაუკვირდით, ჩვენ მერე კიდევ ვიტყვით ამას. დაუკვირდით რა არის ნათქვამი. ნათქვამი არ არის იყავი თქვენ წმინდა. არა, დამატებულია ჩემსავი წმინდა. მაცხოვარ საუბრობთ იყავი თქვენ სრულ დაამატა როგორც ზეციერი მამაა სული რატომ? იმიტომ რომ ღმერთმა რო თქვა წმინდა იყავი და გაჩერდეს რა საშიშროება გაჩნდება. ის საშიშროება რასაც ჩვენ შემდეგ მესამე ლექციაზე გავეცნობთ ადამიანის შექმნის სიწმინდის თავის მოდელს სრულყოფილების თავის მოდელს სიმართლის თავის მოდელს სიკარგის თავის მოდელს არც ერთი ეს არ იქნება ჭეშმარიტი არც ერთი ეს არის სიმართლე არ იქნება სიმართლე ჭეშმარიტება არ იქნება ჭეშმარიტება ეს სიკეთი არ იქნება სიკეთი არც ერთი ყველა ეს დააზიანებს ადამიანს მხოლოდ იმნაირი როგორიც არის ღმერთის საზომი ისე მაშინებს აი იმნაირი უნდა იყო ასეთი უნდა იყო აქ მოდის სიხარული აქ მოდის სიკეთე და ბოლოს ჩემ დღევანდელი ლექციის დასასრულს უნდა ერთ ასეთ დეტალსაც მივაქციო ყურადღება წმინდა წერილი ადამიანის შესახებ მეორე თავში კიდე სხვანაირად ძლდება რატო აი საათმა შემახსენა უბრალოდ ხო მეორე თავში შედგომ მივაქციოთ შემდგომ ლექციაზე მივაქციოთ ყურადღება საკუთრებოდ ხობოდა დავასრულოთ იმით რითაც პირველი თავი სრულდება ორი თქობა რატო ამაზე შემდეგ შეკვეტრაზე ვისაუბრებთ ერთი ამოსულ მაგალითად ბიბლია გვეუბნება რომ შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად მსგავსად შექმნა ის და შექმნა ის მამაკაცად და დედაკაცად აი აქ ხაზგასმულია რომ არანაირი ღირებულებითი სხვაობა მამაკაცსა და დედაკაცს შორის არ არსებობს დედაკაცი ისეთივე დიდია ისეთივე საიდუმლოა ისეთივე საოცრება როგორც მამაკაცი ქრისტიანობა კატეგორიულ უარს ამბობს დედაკაცის ღირსების ანამსუ დამცრობაზე არამედ ოდნავ დაკლინებაზეც კი ნებისმიერი მცდელობა რაიმე მსგავსი ითქვას ეს არის არამედ არა არამედ ანტიქრისტიანული გამოცხადებას ეწინააღმდეგება გამოცხადება კატეგორიულად მოითხოვს ღირებულებით თვალსაზრისით ორივე არის ის ადამიანი რომელიც არის ხატი ღვთისა რომელიც უნდა მიემსგავსოს ღმერთს და რომელი რელიგია და რომელი რელიგია მით უფრო ქრისტიანობა თამამად აცხადებს ქალის სიდიადეს როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ აქვს საუბარი მე თქვენ ვერ გადამიშლით ბიბლიაში ვერცერთ გვერდს აი ხოლმე მოიტანო ბიბლია და მიდოდა ნებისმიერი კოდიკადას ვერ მანახავთ ვერცერთ გვერდს სადაც ბიბლია აკლინებდა ქალის ღირსებას ასეთი რამე არ არსებობს აბსოლუტურად გამოიწვია პასუხს ვაგებობს პირიქით მათე მახარებელი რო წერს
აბრაამა შვა ისააკ, ისააკ შვა იაკობ, იაკობ შვა იუდა და ძმა ნიმიში, იუდა და ფარეს და ზარე თამარის. ამ გენეალოგია ჩვენ ვერ წავიკითხავდით. იმ სახელების უკან ის საოცარი ქალები რო არ იდგნენ, რომლის შესახებაც ბიბლია გვესაუბრება. ბიბლია ხასგასმით ამბობს, ჩვენ ვერ შევეხებთ ამას. ბიბლია ხასგასმით ამბობს. მამაკაცი და დედაკაცი ერთი ღირსების, ერთი დიდების არიან. მაგრამ მაინც იტყვის პავლე, რომ ქმარი თავია ცოლისა. რატო? მეგობრებო, ყურადღება მიაქციეთ. ჩვენ საუბრობთ ხირებულებით ნიშნულზე, მაგრამ როგორც კი გონების თვალით წამოვართ ღმერთისგან, ყოვლადწმინდა სამების წიაღისგან, გონების თვალით როგორც კი გამოვცდებით. პირველ ქმნილებას როგორც კი შევეხებით, პირველ ქმნილებას. რა იდეას ვეხებთ, როგორ ფიქრობთ? დროს შემოვიდა დრო. დროში შეიძლება ქმნილება, დროის გარეშე ქმნილება არ არსებობს. და რადგან დაფიქსირდა დრო, რომ დააფიქსირა რა? სივრცე. და დრო და სივრცემ დააფიქსირა იერარქია. აუცილებლად ქმნილის სამყარო თავის თავშია იერარქიული. საზოგადოება არის იერარქიული, ადამიანი არის იერარქიული. არსებობს უფროსი, არსებობს უმცროსი. ნებისმიერი ცდილობა ამ უმცროსის და უფროსის ამ იერარქიის რღვევისა, ეს არის მსგავსება იმისა, რაც გველმა უთხრა ადამიანს და ამის შესახებ ჩვენ თავისთავად ცხადია შემდეგ ლექციაზე ვისაუბრებთ. რეზუმის სახით დავასრულოთ და ვთქვათ, ადამიანი ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი, მოწოდებული ღვთის მსგავსებისაკენ, ეს არის პროექტი, საღვთო პროექტი, რომლის რეალიზებაც ადამიანს აძლევს იმასაც დღევანდელ დღემდე ნებისმიერ ჩვენგან გვსმით და აძლევს ბედნიერებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.